ერთხელ ჩართვისთვის დიანა უშუალოდ კონკრეტულად ამ кейს ამ საქმესაც უკავშირდება და ბატონი მამუკას და ბატონი ბადრის დაბარებას რაც შეეხება, ნუ აქ პირველ რიგში მე როგორც მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც, რა ვიცი, რაც თავი მახსოვს მთელი ჩემი სტუდენტობა ნაცმოძრაობის რეჟიმის წინააღმდეგ, როგორც მოქალაქე, რაც შემეძლო ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა არის, რომ 12 წლის მერე რატო ახსენდებათ მათ შორის მაგალითად ბიზნესის რეკეტის საქმეები. ზოგადად დიანა ამ საგამოძიებო კომისიას ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით, ეგრეთ წოდებულ კომისიას ვაკვირდებით. ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ კომისიის საქმიანობა, იმიტომ რომ ჯერ ერთი აი მაგალითად საინტერესოა და დავაკვირდებით სანდრო გირგულიანის საქმეზე. როგორ წარიმართება მათი საქმიანობა და მათი მუშაობა მაგალითად მურუსიძე თუ იქნება გამოკითხული და დაბარებული ამ საგამოძიებო კომისიაზე. მაგალითად ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმენთ ასევე ერთ-ერთი მძიმე საქმე ბიზნესმენი ხარძიანის ბატონი ხარძიანის საქმეზე, სადაც მისი შვილი იყო დაბარებული, მაგრამ საზოგადოებას გავახსენებ, რომ ბატონი ხარძიანის საქმის მოსამართლე ოცნება მუვადოდ გაამწესა მოსამართლის თანამდებობაზე. ასევე მივაქცევთ და ყურადღებას და დავაკვირდებით, მაგალითად მხოლოდ მიშას ნაცებს დაიბარებს ეს კომისია თუ ბიძინას ნაცებსაც დაიბარებს ეს კომისია. ასევე საინტერესოა, რომ ამ კომისიის სამი პირი იდენტიფიცირებული, ანუ რაც საჯაროდ ყველა მიცის, არის თავის დროზე ნაცმოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელი, ან მსახური, ან აქტიური მხარდამჭერი იყო. ამიტომ ჯერჯერობით ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, არის ნაცრის შეყრა საკუთარი ამომრჩევლებისთვის, იმიტომ რომ დღეს რო გადახედოთ მათ შორის ეგრეთ წოდებული პარლამენტის შემადგენლობას დიანა, ვისთვის და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ მაშინდელი ნაცმოძრაობის მაშინდელი შემადგენლობა, ნახევარზე მეტი გადმოპორტირებულები არიან. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით ამ პროცესს და ნუ ჩემთვის პირადად, როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მთელი ჩემი ოჯახი ძალიან ანტინაცური პოლიტიკური განწყობებით გამოვირჩეოდით და ყველაფერს ვაკეთებდით ამ რეჟიმის მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემთვის ცოტა რაღაცნაირად ირონიულია ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვადევნეთ თვალს. კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ რიგში მე პირადად და ჩვენი გუნდი დავაკვირდება, საინტერესოა სანდრო გირგულიანის უმძიმესი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. რაზმურგის გადაწყვეტილება არსებობს და მაგ საქმეზე არაერთი ბრალი, ანუ ვფიქრობთ, რომ ამ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს ეს საქმე? დიანა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, როდესაც გამოვიდა, მე ვიყავი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თუ სწორად მახსოვს, მე-13 თუ მე-4 კურსზე ვიყავი და გარდა იმისა, რომ მაშინაც რაღაც სამაგიდო გადაწყვეტილებასავით იყო მაშინ სტუდენტებისთვის და დღესაც მგონია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ნიმუში, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და როგორი არ უნდა იყოს რეჟიმი. და სტრასბურგის გადაწყვეტილებაშიც მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი არის იმაზე, თუ როგორ უგულებელყო ადამიანის უფლებები შიდა სასამართლომ. და მაშინ ამ საქმის მოსამართლე იყო მურუსიძე. მურუსიძემ თავი დაგვამახსოვრა ზუსტად სანდრო გირგულიანის ამ ტრაგიკული შემთხვევის საქმით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მურუსიძე წესით დარიგით, მაგრამ ახლა ივანიშვილის კომისია ამას იზამს თუ არ იზამს, ეს მეორე თემა, მაგრამ რა თქმა უნდა, ველოდებით. როდის რას იხილავს და ვის იბარებს, ამითაც ცხადყოფს, რომ ის საკუთარი მოკავშირეების დასასჯელად არ გამოიყენებს ამ კომისიას, ცხადია. ამაშია საქმე ზუსტად. ოღონდ ის მოკავშირეები, რომლებიც ამიტომ დავყავი მე ესე პირობითად ბიძინას ნაცები და სააკაშვილის ნაცები. აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ. ის ხალხი, რომელზეც იდგა ძირითადი ნაწილი, რომელზეც იდგა მაშინდელი ძალადობრივი რეჟიმი, დღეს ემსახურება ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ამიტომ ეს პროცესები, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით ყველანი, არის რა თქმა უნდა საკუთარი ამომრჩევლების 2012 წლის კი ბატონო მაშინდელი გამარჯვების და მთელი ამ პროცესის უბრალოდ დაცინვა, მოდი ასე. კი ბატონო, შემდეგი კითხვა მაქვს ასეთი, დღეზურებ ჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებზე წერდა, რასაც მოჰყვა პაპუაშვილის გამოხმაურება, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატია არ იცის, არ ესმის, ვინც არ მიიღებს ამ არჩევნებში
მონაწილეობას და არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობის მხარდამჭერი და რომ ჩვენ ლეგიტიმაცია არ გვჭირდება მათი მონაწილეობით, უბრალოდ ისინი დემოკრატიის მიღმა მოკლედ დააყენებენ თავს და გამოაჩენენ, რომ არიან ექსტრემისტები. თქვენი პარტიაც არის იმ პარტიის რიგებში, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. რატომ არის ადრე საუბარი? რატომ არ შეიძლება ღიად თქვა არჩევნებში კალენდარულად ეს არჩევნები მოდის, სხვა ტიპის არჩევნები ჯერ არ ჩანს. არ ვიცი თქვენ თუ ხედავთ, რომ ეს პროტესტი ისეთი აღმავალი ეფექტით მიდის, რომ ივანიშვილს ამ არჩევნებს ჩაანიშნინებს, ესეც გითხარით, ბატონო, ოღონდ ასევე გითხარით, რას დაეყრდნობით ამ განცხადების დროს. დიანა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერის თუ ოპოზიციური ლიდერის ნათქვამები იდეალურად გამოიყენება ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, ანუ ოცნების ხელისუფლების სასარგებლოდ და მე ამიტომ არაერთხელ გვითქვამს, მე პირადადაც არაერთ ჩვენს ლიდერს არაერთხელ გვითქვამს, რომ სასარგებლო როლში ყოფნა ოცნებისთვის ძალიან დამაზიანებელია ყველასთვის. მათ შორის იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომელთა ლიდერებიც ასეთი სასარგებლო საკვების გადაგდებით არიან ხოლმე დაკავებული. ხა ზოგი ამას სპეციალურად აკეთებს თუ უნებლიეთ გამოსდის ეს ცალკე თემა, მაგრამ შედეგი არის მთავარი. მე მაგალითად არ ვიცი თქვენ აკვირდებით თუ არა, ჩვენ ვაკვირდებით, ვახორციელებთ მედია მონიტორინგს, მათ შორის სოციმედიის მონიტორინგს ბოლო პერიოდში რამდენად ხშირად გამოიყენება ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მანქანის იმედის მიერ, ეგრეთ წოდებულ ქარდებადაც დებენ ხოლმე ამ ოპოზიციონერი ლიდერების მსგავს აბსოლუტურად დაუფიქრებელ ან მიზანმიმართულ, არ ვიცი, ხა ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს განცხადებებს, მათ შორის ამ არჩევნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მუნიციპალურ არჩევნებს, ну ახლა პაპუაშვილის განცხადება საერთოდ რელევანტური არ არის და პაპუაშვილი თავად არ არის ის პერსონა, რომელსაც საერთოდ რამე აზრი მოეკითხება, მაგრამ დიანა მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი არის 7 თვე. 7 თვეში კი არა, 1 თვეში არ ვიცით ჯერჯერობით როგორ წარიმართება პროცესები. ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის არც ერთ გადაწყვეტილებაზე და არც ამ გადაწყვეტილებაზე, რა გადაწყვეტილების მიღებაც მოგვიწევს, ხო? პოლიტიკურ პარტიებს არანაირი გავლენა არ ექნება არც ერთ სხვა პოლიტიკური პარტიის აზრებს და გადაწყვეტილებას. ნაცმოძრაობა იქნება თუ ახალი ნაცმოძრაობა იქნება, ძველი იქნება თუ ასე შემდეგ. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია სასარგებლოდ სახელმწიფოსთვის, საქმისთვის და ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა მივიღებთ ჩვენს პირველ რიგში ამომრჩეველთან ერთად. მე ვერ გეტყვით ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ნუ თუ ვერ ხედავენ, რამდენად სარგებლობს ამითი ოცნების პროპაგანდა და ამის მიუხედავად მაინც აგრძელებენ ამ საკვების მიცემას ოცნებისთვის, ეს ალბათ მათ უნდა ვკითხოთ, რატო არიან ამ სასარგებლო როლში ოცნებისთვის. ვიმეორებ ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებაზე, არც ერთ გადაწყვეტილებაზე, როგორც აქამდე ყოფილა, ეს არაერთი მცდელობა გინახავთ თქვენს პირადად. ამ თავარ თემაზე თუ არ არც ერთ გადაწყვეტილებაზე არ ექნება გავლენა არც ოცნებას და არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ამ თავარ თემაზე თუ არ გაქვთ კოორდინაცია, მაშინ რა ფორმატში არსებობს თქვენი კოორდინაცია ზურაბიშვილთან, იმიტომ რომ ყველაფერი არის ან. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცით რომ იქნება, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. აი რაზე გაქვთ კოორდინაცია ამ ტიპის თემებზე, მაგრამ ის რაც ვიცით რომ ზუსტად იქნება, მიიღებთ არ მიიღებთ მონაწილეობას, ეს სხვა თემაა. ზუსტად იქნება, ანუ მოდის კალენდარით უწევს. იმაზე კოორდინაციას არ აპირებთ სხვებთან. მაშინ რა თემებზე გაქვთ კოორდინაცია ზურაბიშვილთან, ერთად სხვა პარტიებთან და 31-ში რას უნდა ელოდოს ამომრჩეველი? პროტესტის მონაწილე მოქალაქე. 31 მარტი ბოლოს დავიწყოთ, შეიძლება 31 მარტი არის
ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლურად მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში და ესეც კალენდრით ისტორიით თქვენ რა შემატებთ ამ თარიღს ამაზე გეკითხებით ჩვენ დავასრულებ კი ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ყველანი ერთად უნდა აღნიშნავდეთ განურჩევნად პოლიტიკური აფილაციისა და გემოვნებისა ყველა ერთად უნდა აღნიშნავდეთ ამ დღეს მაგრამ სამწუხაროდ არ ცხოვრობთ ნორმალურ პირობებში ჩვენი გუნდი იმის და მიუხედავად ვინ არის ამ ესე ვთქვათ შეკრების ორგანიზატორი ბუნებრივია ჩვენი გუნდის წარმომადგენელი და ჩვენი გუნდის მხარდამჭერებიც იქნებიან და მიიღებენ მონაწილეობას 31 მარტთან დაკავშირებით ამ შეკრებაში. რაც შეეხება კოორდინაციის ნაწილს პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ მიხარია რომ კოორდინაციაზე დავიწყეთ საუბარი და არა რაღაცა გაერთიანებაზე მე ეს ისტერიული პერიოდიც მახსოვს, როდესაც მუდმივად გაერთიანებაზე მიმდინარეობდა ლაპარაკი, აქაც ძირითადად ჩვენ პოლიტიკური პარტიის მისამართით გვესმოდა ხოლმე ეს რადიკალური განცხადებები, ნაცმოძრაობასთან მიმართებით ჩვენი გუნდის პოზიცია არც არასდროს შეცვლილა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი ამორჩეველი და საზოგადოება, რომ ნაცმოძრაობა ჩვენი გუნდისთვის იყო წითელი ხაზი და დღესაც რჩება წითელ ხაზად, რა ვიცი, არაფერი შეცვლილა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით და მათ თავიანთი წარსულიც არ გადაუფასებიათ. ამიტომ წითელი ხაზები წითელ ხაზებად რჩება და რაც შეეხება კოორდინაციას, გეთანხმებით კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი, აქაც არაერთხელ გვითქვამს მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, სად უნდა გადაეფასებინათ ანა თქვენს წინაშე სასამართლოებში დადიან სასჯელები მოიხადეს არა რატომ თქვენ ანუ რა გადაფასებას არა რატომ არა დიანა მე არაფერს არ ვთხოვ მათ თუ უნდა ზოგადად არსებობის გაგრძელება საზოგადოება თხოვს სხვათა შორის დიანა აქვე ისინი არსებობას გაგრძელებენ თუ არა ანა მოდი ვიტყვი რა ეს არის მათი ამომრჩეველი არა ეს მათი გადაწყვეტილება მას მისცემენ და მანდატს მისცემენ იქნებიან არ მისცემენ არ იქნებიან თქვენ ანუ აქ ვერ შეიტანთ ვერანაირად აბსოლუტურად აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ასევე ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი ჰქონდათ მხოლოდ წითელსა და ლურჯს შორის და ჩვენ ვართ ზუსტად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეს არჩევანი გაარღვია და საქართველოს მოქალაქეებს ამდენი წლის ლოდინის მერე გაუჩნდათ მესამე არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, აქ ინტერესი უცნების და აღმოჩნდა, რომ გასაგებია რომ ახალს ნაცების გაგრძელებად მიიჩნევთ, მაგრამ სხვა პარტიებიც გაჩნდნენ ამის თმამიდა. ის რომ ნაცმოძრაობას, კი მესმის, ის რომ ნაცმოძრაობას და ქართული ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების ინტერესი იმ თვალსაზრისით, რომ მესამე არჩევანი საქართველოს მოქალაქეებს არ ქონდეთ და ეს ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა, მე მგონი ესეც ახალი არ არის. კოორდინაციას რაც შეეხება პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი და აქ პრინციპში ყველა ერთ აზრზეა, მათ შორის საერთაშორისო მიმართულებით მუშაობას, როდესაც უკავშირდება თქვენ თვითონაც იცით, რომ არაერთი ესე ვთქვათ კოორდინირებული გადაწყვეტილება მიუღია ოპოზიციურ სპექტრს და ეს რა თქმა უნდა ასეც გაგრძელდება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას, აქაც კოორდინაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ახალი არჩევნების მოთხოვნის და დანიშვნის საკითხი აქაც კოორდინაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დანარჩენ საკითხზე ვიმეორებ, ნაცმოძრაობა იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის წითელი ხაზი. მადლობა ანა ბუჩუკური იყო ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.